ირანი ქვეყანა, სადაც ისტორიას უნდკავს, მაგრამ ყოველი ნაბიჯი სირთულეებითაა სავსე. 1979 წლიდან დღემდე აქ დამკვიდრებულია ძალადობრივი რეჟიმი, რომლის ქრონიკა სავსეა ამბოხით, ცრემლითა და გაუთავებელი ბრძოლით. დღეს მოგიყვებით 20 მნიშვნელოვან ფაქტს იმის შესახებ, როგორ მივიდა ირანი ამ რეალობამდე, რა გზით ჩამოყალიბდა რეპრესიული სისტემა და რატომ არ წყვეტს მოსახლეობა პროტესტს. იქამდე კი სანამ ვიდეოზე გადავალ, გააზიარეთ ეს ვიდეო, რადგან ბევრმა ნახოს. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტომატს და გესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით. 1970-იანი წლების ირანი, შაჰი მოჰამედ რეზა ფახლევი ცდილობს ქვეყანა დასავლური ტიპის მოდერნიზაციის გზით გარდაქმნას. შენდება ქარხნები, იხსნება სკოლები, იგება ახალი გზები, პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა ამ ცვლილებებს პოლიტიკური თავისუფლება არ ახლავს თან. რეჟიმი მკაცრ კონტროლს აწესებს, განსხვავებული აზრი იზღუდება. საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილება, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ინტელექტუალები გრძნობენ, რომ ქვეყანას საკუთარ იდენტობას კარგავს. სწორედ ამ დაძაბულ ფონზე იწყებს რევოლუცია ფორმირებას. მეორე, ისლამური რევოლუცია. 1978 წელს ანტისამთავრობო გამოსვლები უნივერსიტეტებიდან ქუჩებში გადაინაცვლებს და სწრაფად იძენს მასობრივ ხასიათს. 1979 წელს შაჰი იძულებულია ქვეყანა დატოვოს. ხელისუფლებას აითოლა რუჰოლა ხომეინი იკავებს და ირანში ისლამური რესპუბლიკა ყალიბდება. მოსახლეობა ცვლილებებს იმედით ხვდება. რევოლუცია თავისუფლების დაპირებას ატარებს. თუმცა მალევე იკვეთება მკაცრი კონტროლის ნიშნები. ახალი ხელისუფლება ძალაუფლებას ცენტრალიზებს და განსხვავებულ აზრს ზღუდავს. სწორედ აქ ჩნდება პირველი სიგნალები, რომ სახელმწიფო მზად არის ძალადობრივი მმართველობისთვის. მესამე, ახალი რელიგიური რეჟიმის კონსოლიდაცია. ახალი ხელისუფლება ძალაუფლებას სწრაფად და შეუპოვრად ამყარებს. პოლიტიკური ოპონენტები დაშინებასა და დაპატიმრებას ექვემდებარებიან. მედია მკაცრ კონტროლის ქვეშ ექცევა, ხოლო სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები რელიგიურ დოგმებს ემორჩილება. საზოგადოებას მკაფიო სიგნალები ეგზავნება. გამოხატვის თავისუფლება მკვეთრად შეზღუდულია და დაუმორჩილებლობა ისჯება. ამ ეტაპზე ახალი რეჟიმის სახე საბოლოოდ იკვეთება. იგი ძალადობაზე დაფუძნებულ მმართველობას ქმნის. მეოთხე, ქალთა უფლებების შეზღუდვა. რევოლუციის შემდეგ ქალებს სავალდებულო ჰიჯაბის ტარება ევალებათ. მათი უფლებები განათლებისა და დასაქმების სფეროში მკვეთრად იზღუდება. მიუხედავად იმისა, ქუჩები ივსება ქალებით, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა და ღირსება. ოჯახური ცხოვრება და საჯარო სივრცეები მკაცრი კონტროლის ქვეშ ექცევა. ქალთა მიმართ დაწესებული შეზღუდვები იქცევა სოციალური, სისტემურ კონტროლის ინსტრუმენტად, მექანიზმებად, რომელიც დღემდე განაგრძობს მოქმედებას. მეხუთე, ისლამური რევოლუციური გვარდია. 1980 წელს იქმნება ისლამური რევოლუციური გვარდია, რეჟიმის მთავარი ძალოვანი საყრდენი. მისი დანიშნულება თავიდანვე ნათელია, ნებისმიერი წინააღმდეგობის სწრაფი და მკაცრი ჩახშობა. დროთა განმავლობაში IRGC გავლენას იძენს არა მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში, არამედ პოლიტიკაში, ეკონომიკასა და მედია სივრცეშიც კი. საზოგადოება მუდმივი დაკვირვების ქვეშ ექცევა. ხოლო შიში ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა. მეექვსე, ირან-ერაყის ომი. 1980 წელს ირანი 8 წლიან გამანადგურებელ ომში ეხვევა ერაყთან. მილიონობით ადამიანი იღუპება, ქალაქები ნანგრევებად იქცევა, ეკონომიკა ინგრევა, სიღარიბე კი ყოველდღიურ რეალობად ყალიბდება. რეჟიმი ომს საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად იყენებს. იგი ერთიანობის და მორჩილების იარაღად იქცევა. ხანგრძლივი ომის დასრულებისას საზოგადოება ძალაგამოცლილი და სულიერად დასუსტებულია და ეს მდგომარეობა საერთო რეალობად იქცევა. მეშვიდე, 1988 წლის მასობრივი ქმედებები. 1988 წელს რეჟიმმა სასტიკად დახოცა ასობით პოლიტიკური პატიმარი, სტუდენტები და ინტელექტუალები. ეს იყო პირველი მასშტაბური მაგალითი იმისა, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალადობას ხალხის დაშინებისთვის. დემოკრატიული იმედები ქრებოდა, შიში კი ყოველდღიურ ცხოვრების ნაწილად იქცა. მერვე, სტუდენტური პროტესტი 1999 წელს. 1999 წელს სტუდენტები უნივერსიტეტებიდან გამოვიდნენ ქუჩაში პროტესტისთვის. მათი მოთხოვნა იყო მეტი თავისუფლება, დამოუკიდებელი მედია, პოლიტიკური რეფორმები. მთავრობამ საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშო. ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვეები ყოველდღიურობად იქცა. შიშმა კი ახალგაზრდებში ღრმად დაემკვიდრა თავი. მეცხრე, მწვანე მოძრაობა 2009.
გაყალბებული არჩევნების შემდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პროტესტისთვის. ხელისუფლებამ სასტიკად გაამყარა კონტროლი, დაპატიმრებები და დაშავებულები მრავლად იყო. მაგრამ ეს საჩვენებელია, ირანელი ხალხი არ ჩერდება. თავისუფლების სურვილი ძლიერი და დაუძლებელია. მეათე, საწვავის ფასის პროტესტი. 2017-2018 წლებში საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვევს მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს. მოსახლეობა ქუჩებში გამოდის, მაგრამ ხელისუფლება მიმართავს ძალადობას. ათასობით ადამიანი დაშავებულია ან დაპატიმრებულია. ეკონომიკური უკმაყოფილება სწრაფად გადაიზრდება ფართო სოციალურ დაპირისპირებად, რაც საზოგადოებაში დაძაბულობას აძლიერებს. მე-11 უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფა. 2020 წელს ირანში ჩამოვარდა უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის შედეგად 176 ადამიანი დაიღუპა. თავიდანვე ხელისუფლება თავს არ იდებს პასუხისმგებლობას, რაც საზოგადოების უკმაყოფილების ზრდას იწვევს. ახალი საპროტესტო ტალღა იწყება, ხალხი ხმამაღლა გამოხატავს თავის სიბრაზეს და მთავრობის ქმედებების დაუფიქრებლობას გმობს. მე-12 წყლისა და ეკონომიკური კრიზისი. 2021-22 წლებში ირანში სულ უფრო მძაფრდება წყლის დეფიციტი და ეკონომიკური კრიზისი. მოსახლეობა ქუჩებში გამოდის, უკეთესი პირობების მოთხოვნით. მთავრობა კვლავ მიმართავს ძალას, თუმცა პროტესტი კვლავ ფართოვდება და საზოგადოების უკმაყოფილება დღითიდღე ძლიერდება. მე-13 მოძრაობა ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება. 2022 წელს მაჰს ამინის ტრაგიკულმა სიკვდილმა პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. ქალები ქუჩებში გამოვიდნენ პლაკატებით. ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება. მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება ირანზე კონცენტრირდა. ხალხი დგას პირდაპირ სიკვდილის წინაშე, მაგრამ მათი ხმა ძლიერი და დაუძლებელია. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. მე-14 ეკონომიკური კრიზისი გამწვავდა. 2025 წელს ირანში ინფლაცია სწრაფად იზრდება, ეროვნული ვალუტა ფასს კარგავს, ხოლო ფასები ყოველდღიურად მატულობს. მოსახლეობა ყოველდღიურ სიძნელეებს განიცდის, რაც ფართომასშტაბიან ეკონომიკურ პროტესტში გადადის მთელ ქვეყანაში. ქუჩები სავსეა გაღიზიანებული ადამიანებით, რომლებიც უკეთესად ცხოვრების მოთხოვნით გამოდიან. მე-15 მასობრივი პროტესტი 28 დეკემბერი 2005 წლის. უნივერსიტეტებიდან და ბაზრებიდანაც კი ხალხი გამოდის. მათი მოთხოვნა კი მკაფიოა: უკეთესი მომავალი, სამართლიანობა, თავისუფლება. რეჟიმი კვლავ სასტიკად პასუხობს, თუმცა მოძრაობა უკვე ფართოა და გაძლიერებას განაგრძობს. მე-16 ინტერნეტის ჩახშობა. იანვარში ხელისუფლებამ ინტერნეტი მთლიანად დაბლოკა. მოსახლეობა ფაქტობრივად იზოლირებულია, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები ვერ ფუნქციონირებენ. ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს სრულ ინფორმაციაზე კონტროლს და ხელს უშლის პროტესტის გავრცელებას. მე-17 სასტიკი რეპრესია. თავდაცვის ძალები სასტიკად პასუხობენ პროტესტანტებს. ათასობით ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ან დაპატიმრებულია. რეჟიმი იყენებს ცხენსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და პირდაპირ ძალას. შიშის მიუხედავად პროტესტი არ წყდება. ათასობით ადამიანი იქნა დაკავებული და გადაყვანილი ციხეში. მოსახლეობას მუდმივ შიში უწევს ცხოვრება. რეჟიმი მკაფიო დაჩვენებს, რომ სრული კონტროლი მათ ხელშია. დაკავებები და დაშინებები არის ამ რეჟიმის ინსტრუმენტი. მე-19 საზოგადოება აძლიერებს წინააღმდეგობას. მოსახლეობა აღადგენს ძველ სიმბოლოებს, მაგალითად შაჰის ძველი დროშა. ლონდონში ემიგრანტები აწყობენ პროტესტს. ეს არის ახალი სახის ოპოზიცია, რომელიც იყენებს კულტურულ და ისტორიულ სიმბოლოებს. რეჟიმის წინააღმდეგობა ფართოვდება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო დონეზე. მე-20 მოთხოვნები ფართოვდება. დღეს პროტესტი მიმართულია რეჟიმის დასამხობად. მოსახლეობა აღარ ეძებს მხოლოდ უკეთეს პირობებს, მოსახლეობა ეძებს სამართლიანობას, თავისუფლებას და რეალურ ცვლილებებს. ირანი დგას გადამწყვეტ მომენტში. ისტორია ყოველდღე იქნება მის ქუჩებში, პროტესტის, სიძულვილის, იმედის და დაუღალავი ბრძოლის მეშვეობით. დღეს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები 10,000-ობით დაღუპულზე და მასობრივ დაკავებებზე, რაც ბევრისთვის უკვე პირდაპირ გენოციდის ნიშნებს ატარებს, რადგან რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს სისტემურად და დაუნდობლად. მიუხედავად ამისა, ამ ტრაგედიების შესახებ ინფორმაცია გარე სამყაროში მხოლოდ მწირე დოზით აღწევს. ინტერნეტის გათიშვის, მედიის კონტროლის და შიდა ბლოკადების გამო. ირანი არ არის მხოლოდ ქვეყანა, ეს არის ხალხი, რომელიც მტკიცედ იბრძვის თავის უფლებებისთვის, სიმართლისთვის და უკეთესი მომავლისთვის.
ყოველი დღე სავსეა იმედით, რომ ცვლილება აუცილებლად დადგება. ის, რაც დღეს მათ თავს ტრიალებს, ენით აღუწერელია. სოლიდარობა ირანელ ხალხს და გაძლება ტირანთან ბრძოლაში. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტუმაც.